სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და ხანო, ყველაზე მთავარი წინასწარ მეტყველება, ყველაზე მთავარი აღთქმა, რაც ღმერთმა დაუდო კაცობრიობას, ეს არის დაბადების წიგნის მესამე თავის მე-15 მუხლი, ჩვენთვის კარგად ცნობილი. ეშმაკს ეუბნება ღმერთი, რომ მე მტრობას ჩამოვაგდე შენსა და დედაკაც შორის, შენს მოდგმასა, მეორე ნაირად თარგმნით შენს თესლსა და დედაკაცის მოდგმას, ანუ დედაკაცის თესლს შორის. მისი მოდგმა, ანუ მისი თესლი თავს გაგიჭეჭყავს, ეს რა თქმა უნდა ქრისტეზეა ლაპარაკი, შენ კი მას ხუთს დაუგესლა. ეს არის წინასწარ მეტყველება იმისა, რომ მესია მოვიდოდა და დააბრუნავდა ეშმაკის მეუფებას და დაამორჩილებდა ყოველ კაცს, ვისაც უნდა ქრისტესთან ყოფნა, ქრისტესწრებები სვლა, რომ იგი ესეთი ადამიანი, ესეთი ისრაელიტელი ძლევს ბოროტ ძალას. ეს მნიშვნელოვანი. და აი უკვე წინასწარ მეტყველებები თუ როგორ ძლია ეშმაკს, ამის როგორ აღსრულდა ეს წინასწარ მეტყველება და საიდან ვიცით ჩვენ და საიდან ვამბობთ ჩვენ, რომ ესე იგი ასე აღსრულდა გამოსყიდვა კაცობრიობის და დადგმვა ეშმაკისა ჯვრით. საიდან ვიცით? ეს ვიცით ბევრ ადგილიდან, განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან. ღმერთმა შეგივიგათ მისი სიკვდილის საშუალებით, ანუ ჯვრით, ყოლასე. ქრისტემ აჩვენა ცოდვები, ქრისტემ ჩვენი ცოდვები აზიდა ჯვარზე თავის სხეულით, რათა ვიცოცხლოთ ჩვენ. ეს უკვე პირველი პეტრეს მეორეთან. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე, ქრისტემ გამოგვისყიდა წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწყებულია წყეულია დაკიდებული ძელზე, ანუ ჯვარზე, ანუ ჯვრით ვართ გამოსყიდული. ებრაელთა მე-7-ში საკუთარი თავი შესწირა სხვების ცოდვებისთვის. მე-9 თავში ქრისტემ თავი შესწირა ერთხელ, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა. ისევ მე-10 თავში ქრისტეს სხეულის ერთის შეწირვით ვართ განწმენდილი და გამოსყიდული. პირველი ტიმოთეს ეუბნება მეორე თავში პავლე, იესო ქრისტემ თავი გაწირა ყველას გამოსახსნელი. კორინთელთა პირველის მე-15-ში გაუწყებთ ძმანო სახარებას, რომლითაც გადავრჩებით თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, ქრისტემ მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის. და კიდევ ებრაელთა ქრისტემ სიკვდილით გააქრო სიკვდილი, რომლის ხელმწიფებայի აქვს სიკვდილი, რომელაც ეშმაკი. აქ ყველაზე კარგად ახდა და ჩანს აი ეს წინასწარ მეტყველება, რომ ქრისტემ თავის სიკვდილით მოკლა ხელმწიფება ეშმაკისაო და დააბრუნაო. და რომელთან ძალიან ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი ამის მტკიცებულების მე-5 თავი. ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის. ღმერთის ძის სიკვდილით შეურიგდით ღმერთს, შერიგებულნი გადავრჩება. და აი ჩემო ძვირფასებო წირვა არის ზუსტად ეს. წირვაზე ყოფობა და განსაკუთრებით ზიარება ნიშნავს იმას და განსაკუთრებით კვირა დღეს, რომ მორწმუნე ამით მადლობას ეუბნება. აი ყველაზე დიდი შენაწირულობისთვის, აი ეს რაც არის ჯვრით გამოხსნა კაცობრიობის სოდა. ეს რო არ მოხდარიყო, ჩვენ ყველა ჯოჯოხეთში ვიქნებოდით, ყველა წავიდოდა ჯოჯოხეთში. ვერავინ ვერ მოხდებოდა 64-ში. ამიტომ ამ ყველაზე დიდი საქმისთვის ჩვენ მადლობთ ღმერთს. ყველა ვინც ესწრება კვირა დღეს წირვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის მადლობას ეუბნება ღმერთს ამ დიდი შეწირვისთვის.
მადლობას ეუბნება ღმერთს ყველაფრისთვის, იმისთვის რომ ზედაანთო ღმერთმა თვარე, ვარსკვლავები მოგვცა, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, ყველაფერი რაც კი გააკეთა, ჩვენთვის გააკეთა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის, რომ ჯვარს ეცვა ჩვენი ცხოვრებისათვის და გახსნა სამოთხის კარი. აი ესაა ყველაზე მთავარი ჩემო ძვირფასება. მე მინდა ვთქვა, რომ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს, ხო? ამას ალბათ თვითონ ადამიანი ხვდება ყველაზე კარგად ჩემო ძვირფასება. ყველაზე კარგად ადამიანი ხვდება ამას. თუ რა ჯვარი გვაქვს ჩვენ, ღმერთმა ყველას ჩვენი ჯვარი მოგვანიჭა და აი პავლე რადგან ცნება ესეთი რომ მობაძა უნდა ვიყოთ პავლესი, კარგია რომ გავიხსენოთ ყოველთვის პავლეს ცხოვრება და მისი ჯვარი. კარგია, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება უბრალოდ ჩემს უხდება ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, რას ამბობს პავლე? იუდეველთაგან 5 გზის ვიგებე 40 დარტყმა. იცით რა იყო ეს დარტყმა? მათრახი იყო რკინის, აი ესეთ კაუჭი როგორც თევზის საჭერი. და ერთი დარტყმით ისე იხეოდა მთელი სხეული და ისე დღეში ვარდებოდა ეს ადამიანი, რომ 10 დარტყმას ვერ უძლებდა ზოგი. ზოგი 20 და იშვიათად 40 დარტყმა ვინმეს გაეძლო. პავლეს ესეთი დარტყმა მიაყენეს 5 გზის. იუდეველები, წარმოიდგინეთ ჩემო ძვირფასებო. 5 გზის წარმოიდგინეთ სისხლიანი პავლე დაგდებული მე-40 დარტყმის შემდეგ, რომ გაიყვანდნენ, გაიტანდნენ, ეგონათ მოკვდა და პავლე ცოცხალი იყო. 3ჯერ გამჯოხეს, ესეც საშინელება იყო, აი კომბალი, ხო, ინახეთ დიდი კომბალი, ჯოხით 40 დარტყმა ხდებოდა. ძირთან თავში უთხრამდა სანამ წაიქცეო. გაიგეთ 3ჯერ მოხდა ესეთი რა პავლეს თავზე. ერთხელ ჩამქოლეს ქვებით, გახსოვთ რომ ჩამქოლეს და გადარჩა. 3ჯერ ჩამეწირა გემი, რა არის ახლა გემის ჩაძირა რა გასაცდელი. დღე და ღამე უფსკულში დავყავი, ჩააგდებს უფსკულში. სულ გზებზე ვიყავი, გასაცდელი მდინარეებზე, გასაცდელი ყაჩაღებთან, რა არის საქმე ყაჩაღებთან, გასაცდელი ჩემო ძვირფასებო. ერთხელ ეხლა გამახსენდა რატომაც მივამყავდა მაშინ და ჩამიქრა და მე მიწოლა უნდოდა და იქოქებოდა და არ ვიტყვი ხა სოფელს და ადგილს და ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ქართველები და თხოვე რომ ბიჭებო ცოტა მომაწექით მეთქი რომ დავმოყოლე რატო უნდა მოგაწყვეტო რაღაცა და გავიდნენ გვერდზე მე რაღაცა მოილაპარაკეს თუ რაღაც ამოვიდნენ რაღაც უშნო ვიწვალე რაღაცას თავდა ხმარში დავაბორეს ნივა უცებ ჩავხდი რომ კიდე კაი არ გამასრო ამ მანქანამ და დავქოქე ძვლის რომ ჩემსკენ მოდიოდი რაღაცას აპირებ წარმოიდგინე საკუთარი შვილები, საკუთარი ქართველები და ყაჩაღებთან, პავლე რომ მოხდებოდა ყაჩაღებთან, იმიტომ რომ სულ დადიოდა, ხო? განსაცდელი თვისტომთაგან, ყველაზე მეტად თვისტომნი ერჩოდნენ, განსაცდელი წარმართაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე გახსოვთ თქვენ რა დაემართა პავლესი, როცა მიყავდათ რომისკენ ზღვაზე, ისეთი ღელვა იყო 14 დღე სვეტებს, ზელებს, კარადებს მოჭიდებული იყვნენ. 14 დღე არ უჭამიან, არ უსვიან, არაფერი და ხელსაც ვერ უშვებდნენ, ვერაფერს, იმიტომ რომ გაიკაცებდნენ. 14 დღე. ჩვენ კი ჩემო ძვირფასებო, ადლობა ღმერთს. შვიდობიანი დღეები გვაქვს, ვითენდება, წავალთ აგროჰაბში, ისადმე კარგად ვიყიდით ყველაფერს ღმერთმა მოგცეთ, აბარა, კარგია ეს ყველაფერი. სვამთ, ჭამთ და წარმოიდგინეთ, გავიხსენოთ ეს. კიდე რაღაცა წუწუნებ და ესე იგი, წარმოიდგინეთ ძმათაგან მრავალგზის ღამის თევით, შიმშილით, წყვირილით, სიცივით და ნახეთ რას ამბობს ბოლო. გარდა ამისა, ხალხის ყოველდღიური მოზღვავება ჩემს კართან მუდმივი ზრუნვა მათზე. უდრებს ეს კარგად გვესმის. მრევლის მოზღვავება ჩვენ კართან და მუდმივი ზრუნვა მათზე. გესმით თქვენ რა დღეში იყო პავლე მოციქული ჩემო ძვირფასებო და ყველაზე საინტერესო არის რომ პავლე როდესაც რომში ჩავიდა, რომში ესე იგი ელოდებოდნენ პავლეს, იმიტომ რომ ხმა გავარდა რომ პავლე მოდის რომში, გესმით თქვენ პავლე იცოდნენ ეხლა რომ 1200 ქრისტე გამოეცხადა, პავლე ქრისტეს ერთ-ერთი უდიდესი
მოწაფე იყო, რომ სადაც შევიდოდა სულ ქრისტიანობა ქადაგებდა და მოაქცევდა ქალაქებს და რა თქმა უნდა პავლეს დიდი ზეიმით ელოდნენ რომში. ნახეთ როგორ წეს მოელოდეს რომს შინა პავლეს ლუკა გალატიით მივიდა. რო გაიგო რომ რომში პავლე ჩადის, ხო? ლუკა სახარების ავტორი, ისა მესამე სახარების ავტორი, ლუკა გალატიით მოსულიყო. ტიტე დალმატიით მოვიდა, გამიგე რომ გაიგეს რომ პავლე რომში მოვიდა. რომელნი იხილა პავლე და განიხარა მან ფრია. გამიგე? აი სიტყვაზე ვაბობ მაგალითისთვის ეხა მე რო სადღაც დევნილი ვიყო, მივდივარ და გორია და მამუკა ყოფერია რომ ჩამოვიდნენ იქ და როგორ გამიხარდებოდა, ხო? იყოფოდა და ასწავლებდა სიტყვასა ჭეშმარიტებისასა. შეიწყნარებდა ყოველთან, რომელი მივიდოდეს მისა და განთქმულიყო იგი ყოველთა მიმართ რომს შინა და მრავალთა წმენა იმპერატორის, კეისრის, ნერონის სასახლის განათცა და იყო სიხარული დიდი ყოველთა მიმართ. ესე იგი, თვითონ იმპერატორის გარემო მოდიოდა და უსმენდა პავლეს და მოაქცია მთელი გარემო. მთელი ვეზირები, ან დღევანდელი თქმით მინისტრები პავლემ მოაქცია თავის სიტყვით. და როდესაც ნერონმა ნახა, რომ თავის უსაყვარლესი ესე იგი, ცოლები ყველაზე მეტად ორი უყვარდა განსაკუთრებით და ქრისტიანობაზე მოექცა და მერე ნახა, რომ ეს თავის მინისტრები ქრისტიანობაზე მოექცა, იკითხა რა ხდება, ვინ აკეთებს ამასო და მოახსენეს პავლე და მომიყვანეთ აქ. და პავლე მიიყვანეს და იმპერატორ ნერონმა უთხრა, რომ რას აკეთებ შენ ჩემ ხალხისგან, რა გინდაო? და პავლემ უთხრა, რომ არამც თუ შენ ხალხისგანო, მთელი ჩვენ გვაქვსო ქრისტესგან მოცემული, რომ მთელი მსოფლიო მოვაქციოთო კეისარმა უთხრა. და უკადაგა ქრისტე და გაბრაზებულმა ნერონმა ბრძანა ამ თავის მინისტრების ყველას ესე იგი ვილებში შეხრა პავლესი და მეორე დღეს დაწვა და პავლე მოციქულის თავის მოჭრა. და მაშინ პავლემ უთხრა ნერონს, რომ მე არ მოგტებიო, როცა თავს მომჭრითო, მე არ მოგტებიო, მე გავაგზავნე ცხოვრებასო და ნერონმა ირონიით უთხრა, რომ მაშინ რომ აი თუ ცოცხალი გამომეცხადები, მე ვიწამებ ქრისტეს. და როდესაც პავლეს თავი მოჭრეს, საოცრება მოხდა ის ცხოვრებაში ესე წერია, რომ სისხლის ნაცვლად ძე გადმოვიდა უამრავ. და პავლე ხო და ნერონ შეეშინდა კი არა, იფიქრა რომ არ მომათხოვნო, შეიძლება არ მოჭრა თავიო და მერე პავლე გამომეცხადოს და იტყვის რომ აი თავი მომაჭრეს და გამომეცხადეო და სანდო ხალხს უთხრა დაესწარით პავლეს თავის მოჭრას და დამიდასტურეთ რომ პავლეს ნამდვილად მოჭრეს თავიო და დაუნდასტურეს რომ პავლეს მოჭრეს თავი. და ნერონი ზის თავის სენატში უამრავ ხალხთან ერთად და გამოცხადებით პავლე მოდის მასთან, შედის სენატში. მეუბნება კეისარო, ხო მოვილაპარაკეთო, ხო გითხარი რომ სიკვდილის შემდეგაც მე მოვალ და არ არის ჩემთვის სიკვდილი, არ არის ქრისტიანისთვის სიკვდილი და აი ქრისტე ღმერთმა მე გამაცოცხლა და მოვედი და შენ წინაშე წავდექიო და ნუ რა თქმა უნდა ეხა ნერონი გაუგდა, როდესაც პავლე დაინახა და უწინასწარ მეტყველა რომ არა მცირედი დღით ძალიან მალეო შენო აღესრულები საშინელი სიკვდილითო ნერონს უთხრა. და მათ თვალწინ ამავდა პავლე ესე ზეცა, ესე იგი ამ გამოცხადდა რასანახაობა ეკეთა ნერონი. მაგრამ ნერონმა გაანთავისუფლა ამის შემდეგ ქრისტიანები, დატყვევებული ქრისტიანები, მაგრამ აი მაინც რა საშინელება ჩემო ძვირფასებო, რომ სინანული ვერ გაუჩნდა ამ კაცს, რომ აი ესე დევნილს, ესე ბოროტ ადამიანს რომ აღიარებინა, მოენათრა და ასე შემდეგ და ამიტომ ღმერთმა დასაჯა ნერონი. ესე იგი ჩემო ძვირფასებო, ესე იგი აი ადამიანი პავლე მოციქული ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ ადამიანი და საერთოდ ადამიანი, აი ვინც ეკლესიურად აღწხოვრობს, რა მძიმე პირს ატარებს ჩემო ძვირფასებო. აი პავლე ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვიდრიდან ადამიანები იქნებიან. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ განსაკუთრებით. ნახეთ ეხლა, რამდენ რამეს ატარებს
ვატარებთ, მაგრამ ჩვენ ნანო მოვდივართ რეზიარებით ასევე და ეს ყველაფერი ქრება. თავმოყარენი, ვერცხლის მოყარენი, ამაყნი, ამპარტავანი, ღვთის გმობელი, ურჩი, უმადურნი, უწმინდურნი, არამოყვარულნი, შეურიგებელნი, ცილის მწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღეძილნი, არახთის მოყარენი, გონებით გახსნილი და სარწმუნოებაში უმეცანი. წარმოიდგინეთ, რამდენადაც ატარებს ადამიანი, როდესაც არ ნანობს, არ განიწმინდება და არ მოდის და არ ეზიარება. გესმით რა მატარებელი ადამიანი, აი ამ ყველაფრის ახლა რაც ჩამოთვალე, ამდენი ურჩხულის, აი ესე დადის ადამიანი და ჭეშმარიტად უბედურია ჩემო ძვირფასებო ადამიანი, რომელიც ესე იგი არ ცხოვრობს ეკლესიურად და რა ბედნიერები ვართ ჩვენ ჩემო ძვირფასებო, რა ბედნიერები ვართ ჩვენ ჩემო ძვირფასებო, რომ გვაქვს ამის საშუალება, ესე მშვიდობიანად, ესე კეთილად, რომ კვირაობით ამ ჩვენ დიდებულ ქალაქში, ამ ჩვენს წმინდა ქალაქში, ამ ჩვენს ქრისტიანულად გამორჩეულ ქალაქში გვეძლევა საშუალება, რომ მოვიდეთ, აღვავლინოთ ლოცვა, შესანიშნავი ღვთის მსახურება, შესანიშნავი გალობით და შემდეგ ვეზიაროთ იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს. აი უკვე მდევრმა მიპასუხა რომ და მამაოებითო შესანიშნავი მამაოები. ჩემს გარდა ერთი რამე გამორჩა და მინდა დავამატო, რა დღეში იყო პავლე დევნილობის დროს. დამასკოში არეტა მეფის თავას თელ ქალაქში ჯარისკაცები ჩაეყენებინა. რადგან ჩემი შეპყრობა სურდა, გესმით, პავლე უნდა შეეპყრო და მთელი ჯარისკაცები ყველა გასვლა გამოსვლა ადგილებში, ქუჩებში დააყენა, რომ პავლე დაეჭირა. მაგრამ მე სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს კედელზე და ამით გადავრჩი. რა ტანჯვა, რა წამება, რა ქონდა და როგორ იცავდა ქრისტე, რომ პავლე მოდა ყველაფერი ამას დამატებული მას ქონდა ეპილეფსიური მოვლენები, ჩემო ძვირფასებო, ამბობენ იმიტომ, რომ ქვებით რო ქოლავდნენ, ამდენი რო უთხეს და ასე შემდეგ, მერე გამოუმუშავდა. წარმოიდგინეთ, რომ ყოველივე ამ ყველაფერი ეს რაც თქვი, პავლე ქადაგებს მოაქცევს მთელ ევროპას და თითქმის მთელ ევროპას და წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი რა დღეში იყო პავლე მოციქული და აი ამ უძლურებით როგორ ღმერთმა მოაქცია, როგორ ჩანს ქრისტეს დიდება და როგორ ჩანს ესე იგი ქრისტეს დიდი მადლი და ძალა მთელი ისტორიის მანძილზე. იმიტომ ამბობს მაცხვარი 12 მოციქული განგსჯით თქვენ, აი პავლეთი არ განისჯება, ახლა იმდროინდელი და სხვა დროს ის ხალხი არ განისჯება, როცა პავლე არ იწამეს. მოკლედ მინდა დავამთავრო პავლე მოციქულის სიტყვით, სიტყვა ჯვრის შესახებ უგუნურება მათთვის, რომლებიც იღუპებიან. ხოლო ჩვენთვის ღვთის ძალა, ჩვენ ქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს, იუდეველთათვის საცდურს და წარმართათვის სისულელეს. ჩვენთანაც.